ლელო ძლიერის საქართველოს ასაჯაროებს აუდიო ჩანაწერს, რომლითაც მათი განცხადებით კოალიციის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლის, მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის მცდელობა დასტურდება. ლელო ძლიერის საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუბრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ამის გამო მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ყიზილ-აჯლოში კარა ორუჯევმა კანდიდატურა მოხსნა. Мне стыдно сюда уже походить, понимаешь? Нет, объективно мой бизнесмены большие. Это крутый, да не раньше, это не доверие. Положил на них. Я на этом спросить, с них работает. Это группа после начинания, который это специально работает, на него он 100 тысяч. Ладно, больше 100 тысяч. Ему инвентарь дали. ლელო ძლიერის საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ყიზილ-აჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუსისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა. დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით, რომ კოალიცია ძლიერ საქართველოს ლელოს წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა. ანტიქართული ოცნების ივანიშვილის, კახაკალაძის და სუსის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენი მონაწილეობის წინააღმდეგ შემთხვევაში არ არსებულია, რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა განსაკუთრებულად რეგიონებში ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე. ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს შავ სამყაროს კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს ქართული ოცნება. ჩვენ აქ დავინახეთ პირდაპირ მოსყიდვა. ჩვენ აქ დავინახეთ პირდაპირ პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ აქ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება გარიგებულია ეშმაკთან, გარიგებულია კრიმინალურ ავტორიტეტებთან, კანონიერ ქურდებთან და სუსი, კანონიერი ქურდები, არ ვიცი, ადგილობრივი კიდე ძალოვანი სტრუქტურები ერთად შანტაჟით, დაშინებით, პიროვნული განადგურებით, პატივის აყრით ადამიანების ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი დაამახინჯოს. ცდილობს, რომ ლელოს კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით ამ მეთოდებით მიუდგეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა შემთხვევა, რომელზეც კონკრეტული მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ კონკრეტული ამბები. მთელი საქართველოს მასშტაბით, არა იზოლირებულად მარნეულში ან ბოლნისში, არამედ იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, ყველგან ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე მიდგომა. წინა საარჩევნო პროცესში ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლაზე, მუქარასა და შანტაჟზე საუბრობენ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაზა თავაძის თქმით, ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატი დავით მარგოშვილი სწორედ ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში დავით მარგოშვილი, როგორც მოგეხსენებათ, დაექვემდებარა ზეწოლას, მუქარასა და შანტაჟს. თითქოს ესე ფიქრობდა ოცნება და ექვემდებარებოდა, მაგრამ ის არ დაყვა მათ ნებას და შესაბამისად მათ გაათავისუფლეს დავით მარგოშვილის სამსახურიდან. ჩემს ხელთ არის განცხადება, რომლითაც მარგოშვილმა მიმართა საქართველოს პროკურატურას, უკვე ერთ კვირაზე მეტია, მაგრამ არანაირი რეაგირება გარდა იმისა, რომ გადაამისამართეს მარგოშვილის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რაც უფრო შესაძლოა აბსურდულად მოგეჩვენოთ ასევე რეგიონალური განვითარების სამინისტროში, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ის ჩვენება, რაც პროკურატურაში უნდა მიცეს მარგოშვილმა, ფაქტობრივად დატოვეს რეაგირების გარეშე, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურამ თავი არიდა მოქმედ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერმა საქართველომ ერთად ფაქტობრივად ნახევარი საქართველო ვერ დააკომპლექტეს კანდიდატებით. მათი თქმით, ისინი საკუთარი თავის შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ. მაგონებს ერთ-ერთ ფრაზას, რომ პატარ ძალმა ეზო ვერ დაგავა, ეზო ბრუდიაო თუ რაღაცა. ისეთი ფრაზა, რომელიც ალბათ აკვდება ამ სიტუაციას. რა გითხრათ, საკუთარ თავს, საკუთარ შეცდომებს, საკუთარ უსუსურობას, საკუთარ არაეფექტიანობას აბრალებენ სხვას.
ამის ნაცვლად გამოვიდნენ და არის დაარწმუნეს მათი კანდიდატები არიან ეს ხო არის რომ ჩვენი კანდიდატები მას ხო მათი კანდიდატები იყვნენ თავად ვერ შეძლეს თავიანთ გუნდში მათ დატოვება დარწმუნება რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ყოფნას ეს არის უბრალოდ სხვაზე გადაბრალება საკუთარი შეცდომის თუ არა და კი ბატონო არც მაგაზე ვართ ჩვენ წინააღმდეგი თუ ნამდვილად მათ რაიმე კონკრეტული ხელში უჭირავთ, კიცებულება აქვთ, არგუმენტი აქვთ, თუ ეს რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენს, სასამართლო წესი დიდაონ. კოალიციის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, როგორც მედიას უწყებაში განუცხადეს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელი შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.